ეს 21 საუკუნის რეალობაა. ამასალით რუსი რეჟისორიც კარგ დრამას გადაიღებდა გმირები თავად რუსები რომ არ იყვნენ, თან ჯარისკაცები. ის უკვე გავარკვიეთ რომ ცივად და შიათ, მაგრამ ფოთელებიც კი დააბნიეს მანქანებში რკინის მილების ჩალაგება რომ დაიწყეს. თან ძალიან იწვალეს. არ ჩაეტიათ და ცოტა დახმარებაც დასჭირდათ. ისე რა ჩაეტაოდათ მანამდე საჭმელი, ყუთები, უნიტაზები და ნახმარი ტანსაცმელიც კი ჩადეს. ეს კი აშკარად გენერლისთვის მიაქვთ. რუს გენერალს ისევ რუსულ კატარღაზე მოუწევს ჯდომა, თუ აქვს რა თქმა უნდა. ქართველებმა რუსები კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ ქარით მოტანილი ისევ ქარს მიაქვს. გენერალი უსაჩუქროდ დავრჩა. ისე მოსწონდათ იფიქრეს იქნებ გადავარჩინოთო, მაგრამ ამაოდ. ჯავშან მანქანა კი ბევრი წაიყვანეს, თან არც მოერიდნენ ამერიკელების გაწვრთნილი ჯარის შეიარაღებაზე რუსული წარწერები რომ გააკეთეს. აქ უკვე ქართველი ჯარისკაცები დაიბნენ. რუსებმა ყველაფერი ისე გაზიდეს, მაინც გაუგებარი დარჩა, რა აღარ მოსწონთ ამერიკელების. რიგითები საშოვარზე როცა იყვნენ, მათი ხელმძღვანელები ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციაში ისვენებდნენ. მერე ჩვენ გვიკვირს რა აკვირვებთო, ფოტოებიც კი გადაიღეს სამახსოვროდ. ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში უნახავთ, ან იმ შემთხვევაში თუ რუსული დელიკატესი აქვთ მიღებული. ესეც იმისთვის ლავრომარო მართვას ცეცხლი არაფრისთვის წაგვიკიდებიაო. გამზადებული თივა ქალაქის გარეუბანთანაა მოთავსებული, რასაც ვერ წაიღებენ რომ გადაწვან. ეს კადრები რომ არ ყოფილიყო, ვინ დაიჯერებდა რომ რუს ჯარისკაცს ასე უჭირს. მით უფრო რომ რუსული არმიით თავს თავად პუტინი იწონებს. მართალია ქართული აღლუმი ყოველთვის უფრო მოგრძალებულია, მაგრამ საქმე თურმე სულ სხვაგვარად ყოფილა. ესეც თავად ჯარისკაცებისგან გავიგეთ, ოღონდ რუსებისგან. ბომჟებივით აწი აღარ იცხოვრებენ, ყოველ შემთხვევაში ნაწილი მაინც. უკვე კარგი ცხოვრებაც ნახეს, თუმცა დროებით. რუსულ რეალობაში დაბრუნება მალე მაინც მოუწევთ.